დღეს ექიმ მიკროფონთან გამონაკლისი შემთხვევაა და გვეყოლება ექთანი მიკროფონთან. ექიმი ხო? ექთანიც არ ჩანს. აი მადლობა შენ რომ აქ ვარ მე. მართლა. საავადმყოფო გააქვთ კი, ვეუბნებოდი. ექთანი ყავთ კი, კოლეჯი გააქვთ კი, წიგნი არა გვაქვს ვეუბნებოდი. საქართველოში ექთნები სექსუალურ ძალადობას განიცდიან? კი, განიცდიან. სამა ექთანმა აუდიტორია იყო ძალიან დიდი ონლაინ მიმდინარეობდა. აი ამ ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე დაიწყო მოყოლა თავისი ძალიან ცუდი გამოცდილების. გამარჯობა, ორშაბათის საღამოა და ეთერშია ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი ექიმი მიკროფონთან და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე და ისეთ მნიშვნელოვან პროფესიაზე, რომელიც ხშირად აჭარბებს ექიმის შრომასაც კი და აი ამ პროფესიის ადამიანების ღვაწლი არის მართლაც ფასდაუდებელი. დღეს ექიმი მიკროფონთან გამონაკლისი შემთხვევაა და გვეყოლება ექთანი მიკროფონთან და მე მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ვიანის საექთნო პოსტდიპლომური განათლების კოორდინატორი თამარ დაუსი. თამარ, გამარჯობა, მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ დღეს ჩვენს პოდკასტში იღებ მონაწილეობას. მაყურებელს აქვე დავასპოილერებ რომ წინ ძალიან საინტერესო საუბარი გველოდება, იმიტომ რომ ვისაუბრებთ აბსოლუტურად ყველაფერზე. კი ბატონო. იმ ნაკლოვანებებზე განსაკუთრებით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში საექთნო საქმეს სდევს თან და ასევე ბევრ სტიგმაზეც ვისაუბრებთ და იმ უხილავ ღვაწლზე, რასაც ექთნები ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანების ჯანმრთელობის გადასარჩენად სჩადიან. ყოველთვის მიჭირს ხოლმე პირველი შეკითხვის მოფიქრება, იმიტომ რომ პირველ შეკითხვას აქვს ძალიან დიდი ძალა. აიცი რაზე ვფიქრობდი? აი როდესაც პატარა ბავშვს ეკითხებიან, ხო, მაგალითად, რომ ვინ გინდა გამოხვიდე. და ეს ბავშვები ხშირად პასუხობენ ხოლმე, რომ ზოგს უნდა გამოვიდეს პოლიციელი, ზოგს უნდა გამოვიდეს ექიმი, ზოგს უნდა გამოვიდეს მეხანძრე, ზოგს მასწავლებელი. არასდროს ბავშვები არ პასუხობენ შეკითხვაზე პასუხს, რომ მე მინდა გამოვიდე ექთანი. მართალია. არ დავფიქრებო ვარ მაგაზე, მაგრამ მართალია. შენ რომ პატარა იყავი და თუ გახსოვს, როდესაც ამ მსგავსი ტიპის შეკითხვას გისვამდნენ, რას პასუხობდი შენ და იყო თუ არა ექთნობა შენი საოცნებო პროფესია? არა, არ ყოფილა პასუხი, არ ყოფილა ექთნობა. რას პასუხობდი ისე აქვე მითხარი და მე სიმართლე გითხრა, რას პასუხობდი, რა მინდოდა, როგორც ბევრ ოჯახში, ჩემს ოჯახშიც ესე იყო, რომ თამარა უნდა გამოვიდეს ექიმი. ანუ მე მეუბნებოდნენ რა უნდა გამოვსულიყავი. და შენ არ ერჩევდი, ხო ეს იყო? ხო, ესე არ იყო. კი, ესე იყო, კი. მე მეუბნებოდნენ და გადაწყვეტილიც იყო, რომ სად უნდა წავსულიყავი, როგორ უნდა მესწავლა და ასე შემდეგ და ძალიან დიდი მზადება იყო ამისთვის სხვათა შორის. უბრალოდ მე მოხდა ისეთი ძვრები ქვეყანაში, მოგეხსენება 90-იან წლებში და ეს ვერ განხორციელდა. და რაც შევძელით, როგორ შევძელით და რაც გავაკეთეთ, ჩავაბარე სამედიცინო კოლეჯში. ეს იყო ჟვანიას პედიატრიულ ინსტიტუტთან, ასე ვთქვათ, ასოცირებული საექთნო კოლეჯი და აქ ჩავაბარე ამ კოლეჯში და ვისწავლე. აი, აქვე არ შემიძლია რომ არ ჩაგეკითხო. შენ მითხარი რომ ჩემი მშობლებიც, ვთქვათ, ოჯახის წევრებიც ამბობდნენ რომ თამარა უნდა გამოსულიყო ექიმი. ეს მაინც ხომ ილექებოდა და აი ვთქვათ, გაქვს სინანული რომ ის თამარა, რომელიც უნდა გამოსულიყო ექიმი, ვერ გახდა ექიმი და გახდა ექთანი. აი ძალიან გულწრფელად აი სიღრმე. არა, ექიმობაზე არა. ეხლა რო ვფიქრობ, ბევრჯერ მიფიქრია რა გამომდის კარგად და რა გამომივიდო და ალბათ სამედიცინო არ იყო ალბათ ის, რაც უნდა ამერჩია. სავარაუდოდ. რას აირჩევდი? რას ავირჩევდი? ეხლა ბევრი გამოცდილება დამიგროვდა ეხლა და აქედან გამომდინარე გეუბნები, მაგრამ აი რაღაცა პროექტების მოფიქრება, აი რო ვისაუბრებთ, მოგიყვები ამის შესახებ. რა გამომივიდა და შენ უფრო ხარ public health ტიპი, ანუ ხო საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის შენი პროფესია, იმიტომ რომ საქართველოში საექთნო საქმის განვითარებისთვის ვინც არ იცის, მე მას მინდა უთხრა, რომ ძალიან გულწრფელად ვამბობ ამას, შენ ძალიან დიდი
შრომა გაქვს ჩადებული და ეს ძალიან მისასალმებელია და თუ რამე პოზიტიური მიმართულებით საერთო საქმეში შეცვლილია, მამაში შენ საკმაოდ დიდი როლი მიკეთა მაგის мотиваცია. აბა ყოველ ჯერზე, როდესაც სადმე მივდიოდი, მიწევდა თავის მტკიცება. აი, რაღაცა სტიგმებიდან რომ გამოვსულიყავი და რო ვიტყოდი, რომ თქვენ პროფესიით ვინ ხართ და იქთანი, მე უნდა მემტკიცებინა, რომ მე ჭკვიანი ადამიანი ვიყავი. ხო, საშილად ისმის ეს ყველაფერი. კი. ყოველ ჯერზე მიწევდა ამის მტკიცება. და ძალიან დამღლელია, შენ მიცნობ, ვიღაცა მიცნობს, გამიცნო ბოლო-ბოლო ხალხმა ბევრი ისეთი ფართესანაცნობო წრე მყავს უკვე და ეს ადამიანები მიცნობენ, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არ მიცნობენ, ისეთი ის არის, ხო? და ყოველთვის მიწევს მტკიცება. დამღლელია ძალიან. ძალიან დამღლელია გეთახმებ. კარგი, სტიგმები ახსენე და მოდი სტიგმებს გავუყვეთ. ჩემს ბავშვობაში იყო ასე. რომ იყო რაღაცა სკოლას სკოლას ხო ქონდა თავის წლები ზოგჯერ 11 წელს სწავლობდნენ, ახლა 12 წელს სწავლობენ, მე ვსწავლობდი 11 წელს. აი მერვე თუ მე-9 კლასის გამოცდების შემდეგ ნაწილი გოგოებისა, რომლებიც სკოლას თავს ანებებდნენ და გადადიოდნენ პროფესიული განათლების მიმართულებით, საერთო საქმეზე, ხო? ანუ ეს რაღაც პროფესიული განათლება იყო, ხო ეს? აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ ძირითადად ასეთი გოგოები იყვნენ, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ ხოლმე. აი გაჭიროებით კოჭლ სამიანებს რო იღებდნენ ხოლმე და ასე მიდიოდა ეს ამბავი. პირველი სტიგმა შეიძლება აქედანაც მოდიოდეს. და აქვე როგორ სწავლობდი სკოლაში? მე ვსწავლობდი რუსულ, მაშინ იყო ძალიან პოპულარული რუსულ სკოლაში სწავლა და აი ჩემებს რო კონტაქტ დაგეგმილი, ნუ ჩემ დროს იყო მოსკოვში სწავლა. ხო. და ნუ ძალიან ვიყავი ამაზე მორგებული. სხვათა შორის კარგად ვსწავლობდი რუსულ სკოლაში, ხოლო მე როდესაც ახლა იგითხრა რატო ვსწავლობდი კარგად და მე რატო ჩამოვარდი. მე რომ მოხდა ეს 9 აპრილი და ასე შემდეგ ქართულ ბავშვებს რუსულ სკოლაში, ნუ პროტესტი გაგვიჩნდა, გარდა იმისა, რომ პროტესტი ქონდა ჩვენ თვითონ. ეზოში რომ თამაშობდი და იმათმა რო იცოდნენ რომ მე რუსულ სკოლაში სწავლობდი, წნეხიც იყო, პროტესტიც იყო, წნეხიც იყო და ნუ მე გადავედი ქართულ სკოლაში და ნუ აი ძალიან გამიჭირდა. ხო არა. ძალიან ყველაფერი რუსულად მქონდა. მასწავლეთ. უცებ უნდა გადმოვრთულიყავი და ყველაფერი ესე ქართულად უნდა და აი მქონდა ჩავარდნა. ეხლა სკოლა დაამთავრე ბოლომდე თუ აი კი, ბოლომდე. მე ვერ გეტყვი რომ დღეს ეხლა რუსულად ვფიქრობ, ანუ ლაპარაკობ თავში, არა, ეგეთი არ მემართება, მაგრამ როცა საქმეს ვაკეთებ, ან რაიმე, აი ამ წუთას, როდესაც ვმეცადინეობ, მაგაზე კიდე ვიტყვით, რატომ არ მეცადინეობ ქართული წიგნებიდან აუცილებლად, მაგრამ ქართულ ლიტერატურას ვერ არის. უბრალოდ არ არის და რანაირად იმეცადინებ. დიახ. ხო, ვერ ვიყენებ ქართულ ლიტერატურას. კეთილი. ხო და აი სტიგმებს რომ გავაგრძელოთ. გეთახმები და აი ძღოლი მაინც გამოვა იყო, გახსოვს ეს გამოვა? ძღოლი მაინც გამოვა, ნექტანი მაინც გამოვა და კიდე იყო ესეთი გამოთქმა, მაგას 9 კლასის განათლება ხდები? კი ბატონო. ეხლა რაც შეეხება ჩემს ასაკში, როდესაც ანუ ჩემი თაობის ხალხი როცა აბარებდა, მე როგორც ვიცი, მაგ პერიოდში ხდებოდა სკოლის საგნების გაგრძელება კოლეჯში. და ხანდახან კოლეჯი იყო 3 წლიანი ან 4 წლიანი. ეს არ იყო მოკლე სწავლის ციკლი, ასე რომ ვთქვათ. და ალბათ ვერ დავიჩემებ, იყო პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაცია, მაინც, ასე თუ ისე. ალბათ. აი მე გეტყვი მე რა მოხდა 2007 წლიდან ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის დარჩა მოტყუებული. აი რომ მოუყვეთ ყველა კოლეჯს ან უნივერსიტეტს სჭირდება ავტორიზაცია, აკრედიტაცია, ხომ ესეა? კი ბატონო. კოლეჯებს არ სჭირდება აკრედიტაცია, მათ მხოლოდ ავტორიზაცია სჭირდება, მათ მხოლოდ ინფრასტრუქტურა უნდა შეუმოწმოს განათლების სამინისტრომ პირობითად, როგორი ინფრასტრუქტურა აქვს, რადგან ამბობენ, რომ საელექტრო განათლება ჩარჩოშია მოქცეული და შენ თუ იქ ლექტორი ხარ, იქ არ შეგიძლია, რომ შენი აკადემიური თავისუფლება გქონდეს, უნდა მიიღო იმ ჩარჩო დოკუმენტს და იმ ჩარჩო დოკუმენტით უნდა ასწავლო. ამიტომ არ არის აკრედიტაცია საჭირო.
და 2007 წელს, როდესაც გამკაცრდა ავტორიზაციის პირობები, ძალიან ბევრმა კოლეჯმა მეხუთე საფეხურიდან, ანუ უმაღლესი პროფესიული საფეხურიდან დაწიეს საფეხური დაბლა. ვირეშმა გვაქვია მაგას, ხო, რომელიც გაამარტივეს, ხო. მე როდესაც მაშინ ევექსი ერქვა, როდესაც ევექსში მუშაობდი, დიპლომები მოდიოდა პირობითად. რეგიონს პირობითად დავასახელებ ზესტაფონის, სიმღერისა და ცეკვის ბაზაზე არსებული საერთო კოლეჯი. ხო წარმოგიდგენია იქ რა ხდებოდა. და ესეთი რაღაცა უთხრეს რა ბავშვებს, რომ გამოდით მე-9 კლასიდან წელიწად და მესამე საფეხური არის, კარგად რომ გავიგოთ, ეს არის ექთნის დამხმარე. წელიწად ნახევარი ისწავლით. რას ნიშნავს ექთნის დამხმარე? მე არ ვიცი, მართლა გულწრფელად გეუბნები. ექთნის დამხმარე არის მხოლოდ ამერიკაშიც არის და იმაშიც არის, აქვე ევროპაშიც არის, დასავლეთ ევროპაშიც არის ეგეთი პროფესია, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ექთანი ყავს ბაკალავრი და ექთანი ყავს მაგისტრი. ამ შემთხვევაში ყავს ექთნის დამხმარე, რომელიც ჰიგიენაზე, კვებაზე, მოვლაზე და ზრუნვაზე არის ორიენტირებული. და როცა შენ ქვეყანაში არ ყავს ბაკალავრი და ექთნის პროფესია ისევ ზრუნვაზე და მოვლაზე არის დასული, ხო? ის არ აკეთებს არანაირ გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ექთნის დამხმარე არის, ასე ვთქვათ, სერტიფიკატიანი სანიტარს, რასაც ეძახიან, ხო? აი, ჩემთვის ესია, ამასთან არის გათანაბრებული და უთხრეს, რომ მოდით ახლა შემოდით ჩვენთან კოლეჯში, წელიწად ნახევარში მოგცემთ ოღონდ აი აქ იყო პატარა კვანტი დადებული. მოგცემთ საბუთს, სადაც ეწერება ექთანი. მისცეს სერტიფიკატი და არა დიპლომი და შიგნით ეწერა ექთანი. შემდგომ ეს ხალხი, როდესაც წამოვიდა დამსაქმებელთან და მე ვიყავი მაშინ დამსაქმებელი და მოვიდა ჩემთან და მაჩვენა თავის სერტიფიკატი, მე ვუთხარი, რომ მე დასაქმების კანონში მიწერია, რომ უნდა გქონდეს დიპლომი და უნდა ეწეროს ექთანი. და ეს ხალხი ვერ ავიყვანეთ სამსახურში და მე უკვე ძალიან დამახინჯდა სიტუაცია, იმიტომ რომ როდესაც არ აკავს კადრი, მე უკვე რაღაცა ხრიკებს პოულობ და მე ეს ხალხი იყო დასაქმებული თითქოს ექთნის დამხმარეთ, მაგრამ ხელი რო არ ყოფნი და მუშაობდა როგორც ექთნად და იყო არეული და აზელილი, ასე რომ ვთქვათ, სიტუაცია. ეს ცოტა ხანი არ გრძელდებოდა, ძალიან დიდი ხანი გრძელდებოდა. ახლა მაშინ ასეთი ლოგიკური შეკითხვა მიჩნდება, ხო? დიდ ხანს გრძელდებოდა და ახლა ასე არ გრძელდება. არ არსებობს პროგრამა, ახლა აღარ არის ეს პროგრამა. ექთნები, რომლებსაც არ აქვთ, მაგალითად ისე არიან დასაქმებულები, რომელსაც საერთო განათლება შეიძლება არ ქონდეთ მიღებული. მოდი ახლა ჯერ იმ ხალხზე ვილაპარაკოთ, ანუ 2007 წელს რამდენი წლის არის? 14-15 წლის არის, ხო, მე-9 კლასელი. ეხლა არის ეს ადამიანი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ისეთი ძალაა, სამუშაო ძალაა. კი, რა თქმა უნდა, შრომითი ღირებულებიც ძალიან აქტიური. და იმ ბაზარზე, სადაც დეფიციტია საექთნოსი, იქ ეს ხალხი ვერ აყვავს სამსახურში. ოღონდ სახელმწიფო ეხლა ეუბნება, მივმართეთ სახელმწიფოს და ვუთხარით, რომ გთხოვთ, ეს ძალა გამოგვაყენებინეთ და მოდი ხა კრედიტებით რო ვთქვათ. მესამე საფეხური იყო პირობითად 140 კრედიტი. 100 კრედიტი ბოდიშს გიხდით და ეხლა არის საექთნო 180 კრედიტი და რაც აკლია ეს კრედიტები, მოდი დავამატებინოთ და წელიწად ნახევარში ავიყვანოთ სამსახურში. პასუხი იყო, რომ ამ ადამიანმა ჯერ სკოლაში უნდა ჩააბაროს, კი არა და სკოლა უნდა დაამთავროს. ყველა გამოცდა უნდა ჩააბაროს სკოლის. მერე კოლეჯში უნდა ჩააბაროს. 3 წელი ისწავლოს. და როცა ხარ უკვე 25-26-30 წლის ადამიანი და ოჯახი ყავს და უკვე უნდა ირბინო, იშრომო და ოჯახი შეინარჩუნო, ხალი ხარ თუ კაცი ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ამის თავი აღარ გაქვს. და იქნება ძალიან დიდი ძალა დაიკარგა. იქნება ეს დეფიციტი, რაც დღეს არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო დაწესებულებამ რომ სწორად იფუნქციონიროს, ნებისმიერმა განყოფილებამ იქ თითოეულ საწოლზე რამდენი ექთანი უნდა იყოს, სიმძიმის და მიხედვით, ეს არის პროტოკოლებით და გაიდლაინებით ხო, გაწერილი ყველგან და კვლევებით, ხო, იმიტომ რომ თუ გვაქვს ჩვენ სადმე ექთნის დეფიციტი, იმ პაციენტის მოვლა არ ხდება სრულფასოვნად, ხო? ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი გადაღლის სინდრომი. ხა ერთი ექთანი რო ამუშავო, ის სრულფასოვნად თავის საქმეს უკვე ვეღარ შეასრულებს. ხო, და ძალიან ცუდია ეს ამბავი. კიდევ ამ პროფესიასთან დაკავშირებით რა მინდა გკითხო. ყველა სიტყვას ჩემი აზრით აქვს თავისი
სქესი. ხო? ეგთანსაც სიტყვა ეგთანსაც აქვს თავისი სქესი და როდესაც გესმის ეს სიტყვა, ყოველთვის წარმოგიდგენია, რომ არის ქალი. ეგრევე. და ძველი დროიდან მოდის, რომ იყო ეს მოწყალების დებიდან დაიწყო, ხომ? ძირითადად სამონასტრო კომპლექსებში ხდებოდა ხოლმე, თქვათ, ადამიანებზე ზრუნვა მოვლა და აქვე ისიც თქვათ, რომ ისტორიულად ომიანობის პერიოდმა ხომ ძალიან ხელი შეუწყო საექთნო საქმის განვითარებას, ხო? თუ ჩვენ ახლა ევროპა და ამერიკა ახსენე შენ, ხომ? თქვათ, იქ ექთნის დამხმარეები არსებობენო, იქ თუ შევიხედავ, ძალიან ბევრი ბიჭი არის დასაქმებული. კი. სამწუხაროდ საქართველოსში და ალბათ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხომ, კაცი ექთნები არ არსებობენ. არ არიან. შენ კლინიკურ პრაქტიკაში ყოფილა გინახავს ბიჭი ექთანი? მე როდესაც კოლეჯში მუშაობდი, იქ ყავდა ბიჭი ექთნები, ანუ სტუდენტები. ძალიან მიხაროდა მათთან ერთად მუშაობა და მუშაობა ხო, როდესაც ვასწავლიდით. და მომიწია კოვიდის დროს მათთან ერთად მუშაობა. აი ვერ აგიღწერა როგორი კომფორტი იყო. აი ანუ ძალიან საინტერესო იყო ამ ადამიანებთან მუშაობა. ხალხები არ გაგინაწყენდნენ ახლა. არა, არ გამინაწყენდებიან, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ვისთანაც ამ ადამიანებს აქვს ნამუშევარი, ყველას უყვარდა მათთან ერთად მუშაობა. სადაც წავიდნენ ეს ბიჭები? ისევ სამსახურშივე, ისევ ხო იცი, ხემთქვაო ჩემიანი რო არ ერიოსო ცულსო რას მომერეოდაო დაახლოებით და ჩაგურა მიმდინარეობდა ამ ადამიანების ბულინგი. ასე თუ ისე. რა, ექთანი ხარ, ბიჭი, ექთანი ხარ, აი ესეთი. ან თუნდაც რო კითხავენ, რომ შენ სამედიცინოზე სწავლობ, არა, რო ეტყვი ექთანი ხარ. რა გითხარი მე შე რო დავიწყეთ? თავის მტკიცება ყოველ ჯერზე არის კატასტროფა, ნუ. და წავიდნენ ერთმა პროფესია შეიცვალა და ორი თუ არ ვწდები არა ზუსტად ვიცი საზღვარგარეთ არიან. შვენივრად გადასარევად იქნებიან დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ. მაგრამ ერთმა ხელი მოუმართოთ. კარგი, შენ რომ არ წასულიყავი საზღვარგარეთ. ვინ იქნებოდი ახლა? სულ ვამბობ მაგას. მე ძალიან გამიმართლა. ერთ-ერთ მორიგეობაზე მე მუშაობდი ჯოინში. იქ დავიწყე მუშაობა. ჯერ იქ რო დავიწყე მუშაობა, იქაც გამიმართლა, იმიტომ რომ კოლეჯში, სადაც უპერსპექტივოთ ვიჯექით ყველა რა მოხდებოდა, არავინ რო არ ვიცოდით, შემოვიდა ერთ-ერთი მაშინ ანესთეზიოლოგი იყო იქ მერაბ თევზაძე და გითხრა ბავშვებო, სახლში მიდით და ესე თქვით, რომ ვიღაც კაცი შემოვიდა ოთახში და სამსახური შემოგთავაზა და აქ ამერიკელები გახსდიან ახლა კლინიკას და თუ გინდათ ჩვენთან ერთად მუშაობის დაწყება. ასე დავიწყე ჯოინში მუშაობა და მე ერთ-ერთ მორიგეობაზე, აქაც რა ვიცი, ჩემი დიდი მადლიერება ორივე ადამიანმა ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. მამ კაჩხაიძე მითხრა, რომ ესეთი ის არსებობს union-ი, English speaking union და ეძებენო ექთანსო, რომელსაც წაიყვანენო ინგლისშიო, ხო და ინგლისური ხო იციო და მიდიო რა გასაუბრებაზეო და მორიგეობიდანვე ფორმით წავედი გასაუბრებაზე და ვიყავი გამიმართლა იმაში, რომ ვიცოდი ინგლისური. ხო, რა მაგარია. და წავედი ინგლისში, მე რო არ წავსულიყავი. და იქ რომ ჩავედი, იქ მივხვდი, რომ რაღაცა კაი პროფესია მაქვს. ძალიან. სადაც ჩემდივარ, ყველა ისე მხდება, ნუ აი she's a nurse და რაღაცა. She's ICU nurse და რა, აი გადავირიე და ჩემს ზაურიკე მე მგონი არ ჩამოვა. აქ არავის არ მომწონვარ და აქ ყველა გაგიჟდა ჩემს. და ნუ მასეც მოხდა. იქ ვიყავი 7 წელი. რო არ წასულიყავი, რა ვინ იქნებოდი ახლა? ცუდი სიტყვა ახლა არ ვიცი. ძალიან ალბათ გაჭირვებით შემდგარი ადამიანი. გაჭირვებით, აი რა ვიცი, მე წელებზე ფეხის დადგმით შემდგარი ადამიანი. როგორც არიან ჩვენი ექთნები ახლა ამ ქვეყანაში. როდესაც ექთნის როლზე ვსაუბრობთ, ხო ჩვენ მოდი მათი ფუნქციები ჩამოვაყალიბოთ, ხო? აი ვის არ ვიცი საზღვარგარეთ თუ წასულა და მკურნალია, ხო, თქვა რაღაცა საჭიროებიდან გამომდინარე, ხო? ის უმეტეს დროს თავისი ჯანმრთელობის მენეჯმენტისა გადის და ატარებს ექთანთან.
ექიმი შეიძლება ჩაკიტაროს ოპერაცია და ორჯერ ნახო ოპერაციის დაწყებისას და ოპერაციის ბოლოს რომ გამოგწერენ რაღაცა ის ან შეიძლება ვერც ნახო და აი ეგთანს დააბაროს თავისი სათქმელი ან საკომუნიკაციო ოფიცერს, ხო? ეგთანთან გაქვს მუდმივი კომუნიკაცია. იქაური ექთნები არიან კლინიკურ საკითხებში უაღრესად ჩართულები და ჩახედულები, ხო? მათ ძალიან კარგად იციან ადამიანის ფიზიოლოგია, პათოფიზიოლოგია, შესანიშნავად ფლობენ ლაბორატორიულ ანალიზებს, რა ანალიზი მოვა, ხო? ის ექთანი, როდესაც ახდენს მონიტორირებას პაციენტისას, ექიმ შეიძლება ბევრი რამე გამოეპაროს, არ ნახულობს პაციენტს, ხო? ექთანი იღებს გართულებას პირველ რიგში და ექთანი არის იმ კონკრეტული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მენეჯმენტში პასუხისმგებელი ადამიანი. საქართველოში მე არ ვიცი, რა ვიცი, შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ არ მინახავს რაღაცა ტიპის სამედიცინო დავა, სადაც ექთანი ყოფილიყო რაღაცაში დამნაშავე. იმიტომ აქ ექთნის პასუხისმგებლობა. ან ვინმე რამე შეეკითხოს, ხო, რა მოხდა მორიგეობაზე, ხო? რაღაცა დავები არის, თქვათ რაღაც კრიმინალის მიმართულებით, ხო, თქვათ, მაგრამ აი კლინიკურ ნაწილში ვამბობ ამას. ხო, ანუ ექთნის პასუხისმგებლობა არის ძალიან დაბალი და ძალიან ცუდია ეს. ეხლა საიდან იწყება, ანუ სათავე სად არის ამ ყველაფრის? 2000 აი შენ მაშინ ჩვენ რამოდენიმეჯერ გქონდა პროექტი კოლეჯში როცა მუშაობდით და რომ დავიჭირე ეს კი ტვილდიანის კოლეჯში და აი სხვათა შორის ძალიან დიდი მხარდაჭერა მქონდა თვითონ კოლეჯიდანაც რომ დავიჭირე ეს ჩარჩო დოკუმენტი რითითაც უნდა გვესწავლებინა გიორგი მე ვერაფერი ვერ გავიგე იქ რა უნდა მესწავლებინა არის სწავლებოდა ანატომია არის სწავლებოდა ფიზიოლოგია არის სწავლებოდა პათოფიზიოლოგია ბიოქიმია მიკრობიოლოგია არის სწავლებოდა ეს არაფერი საიდან უნდა ესწავლო ეს არის რომელი თაობა იცი 2007 წლიდან რო ჩააბარა ეხლა ეს თაობა შიგნით არის შესული ოღონდ მათი ბრალი კი არ არის სისტემის ბრალი ანუ ერთია რომ წიგნი არ არსებობდა და მეორე რომ ვალდებულება არ იყო რომ ესწავლებინათ და ინიცირება მაშინ ევექსი იყო ევექსთან ერთად ინიცირება შევიტანით როგორც დამსაქმებელმა და ნუ ვუთხარით რომ საბოლოო პროდუქტი ხო ჩვენთან იყრის თავს და მოდი რა რაღაცა გავაკეთოთ რომ გამოვასწოროთ და მადლობა ღმერთს დოკუმენტი ჩამივარდა ხელში ეს იყო 2005 წელს საქართველოსთვის მიცემული ევროდირექტივა 2005 წელს 2025 წელია 20 წელი გავიდა იმის მერე რასაც ევროდირექტივა გეუბნება რომ ესასწავლე ექთანს ასე უნდა ასწავლო ანატომია მოდი ობიექტურად ვიღოთ ექთანი გამოდიოდა ადამიანი რომელიც თქვათ საჯდომი კუნთის 4-ხად გაყოფას ახერხებდა და ზედაგარეთა კვადრატში რომ მე გარვარ თქო ზედაგარეთა კვადრატში გააკეთა და ნებს ან ვენაში თუ კარგად შედიოდა ეს უკვე კარგი ექთანი ხდები და არა და მაგალითად რთული სამედიცინო ინტერვენციებიც რო ახსენოთ ხო მაგალითად საზოგადოების კლინიკებში პუნქცია რასაც ქვია ხო პლევრალური პუნქცია პლევრის ღრუდან სითხის გამოგებას გააჩნია რა დონე ანუ რა განათლების ექთანი ჩვენ ძალიან აკეთებს ექთანი სუბკლავიაც კი შეიძლება ექთანი ჩააყენოს და თქვა ძალიან მაგისტრი ანესთეზიის ექთანი კი ბატონო ანუ ჩვენთან იყო ორი რაღაცა საჯდომი კუნთის ან ბოდიში ხო ანუ ის დუნდულოს გაყოფა 4 ტოლ ნაწილად და ზედაგარეთა კვადრატში ნემსის გაკეთება და ნუ ვენას თუ იღებდი იყავი აბსოლუტ ტოპ ექთანი ტოპ ექთანი ეგ იყო ამას ასწავლიდნენ და უთხრეს და მე ეს ექთნები რომ მიდიოდნენ საავადმყოფოში იქ ყვეუბნებოდნენ რომ არაკომპეტენტური ხარო არიცი არაფერიო ხელფასიც დაბალი გექნება და რეპუტაციაც ნუ ისეთი გაქო რა რო არაფერი არიციო და არც არას ნახე მე დავამთავრე აბა დაფიქრდი მე დავამთავრე 96-ში და 96 წლიდან ხო მუშაობდი მაგრამ ექთნათ აი აქტიურად პრაქტიკოს ექთნათ აღარ მიმუშავია ალბათ 15 წელია ეხლა რომ მივიდეს აიტყუები იმიტომ რომ ბოლოს მე კი მე კოვიდის დროსაც კი არა მასე ხო მაგრამ აი შენ ხარ ხალი ექთანი რომელიც საქართველოში მონაწილეობას იღებდა და აი გიყურებდი მე ფანჩრიდან ღვიძლის გადანერგვის პირველ ოპერაციაში საქართველოში და აი შენ იქ ანთებდი ცეცხლს აი იმ ოპერაციაზე რასაც მე შენ გიყურე შენ იყავი გიჟი
გოგო იყავი. ნუ როგორიც ხარ ცხოვრებაში. ძალიან კაი დრაივი იყო, ხო, კარგად ვიქოქებოდი იქ და ასე შემდეგ, მაგრამ არა მინდა ნახე რო გითხრა. ეხლა რომ მივიდე საავადმყოფოში, მე ამიყვანენ სამსახურში. არავინ არ იკითხავს, რომ ეს 96 წელს რომ ისწავლე სიფონი ზოღნა და გარეთ ზედა კვადრატში ნებსის გაკეთება. ის მერე რა ისწავლე თამარა, რომ მოდიხარ და უნდა დადგე ეხლა და მინი ინვაზიური კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდგომი მოვლა უნდა აწარმოო პაციენტთან. არავინ არ მკითხავს, სახელმწიფოც არ მეკითხება ამას. სამედიცინო განათლებას. საიდან მოვა, თორე ძალიან ჭკვიანი გოგოები არიან. ეხლა ჩვენ დავიწყეთ ნელ-ნელა აი პოსტდიპლომური განათლება ბიანთან ერთად, USAID-დან მქონდა გრანტი და სადამდეც მოვასწარით მივედით იქამდე და ძალიან კარგი ტრენის შეჩერდა, მაგრამ მაინც მოვასწარით, აი კარგი ტრენინგ ცენტრები გვაქვს და ძალიან კარგი მაღალ ტექნოლოგიური მულაჟები და ეხლა დავიწყეთ და უნდა ნახო როგორი მარგალიტები არის ჩაბნეული, რომელიც აი ესე შეგიძლია ამოიყვანო, ამაყო კიდევაც თავისი პროფესიით უკეთეს ხელფაზეც ამყოფინო და პაციენტის გამოსავალი ქონდეს საუკეთესო. ნახე კვლევა რას ამბობს. როდესაც შენ ერთ ბაკალავრ ექთანს, მოდი ჩავთვალოთ კარგად განათლებულ. ერთ ბაკალავრ ექთანს, რომელმაც შენ თქვი აი ის ცვლილებები უნდა შეამჩნიოს, რასაც ამჩნევს საზღვარგარეთის ექთანი. დაამატებ მორიგეობაზე 7%-ით კლებულობს სიკვდილობა. რამხელა ძალა წარმოგიდგენია? ნებისმიერი კვლევა მოძებნო ნებისმიერი კვლევა, სადაც ბაკალავრი ექთანი არის. რომელ ქვეყანაში 7% რამხელა არა? სიკვდილობა. შეცდომა არა, სიკვდილობა. ხო, იმიტომ რომ უფრო მეტი ყურადღება, უფრო მეტად ცოდნა, განათლება. ცოდნა. ერთი ასეთი შეკითხვა მინდა დაგისვა ეს სტიგმების თემას, მინდა რომ ძალიან სიღრმისეულად შევეხოთ. შენ პირადად იცნობ თუ არა ვინმე ისეთ ადამიანს, რომელიც არის ექიმების ოჯახის შვილი, პროფესორების, ან აკადემიკოსების და მათი შვილი არის ექთანი. საქართველოში არა, საზღვარგარეთ ძალიან ბევრს. და ძალიან ამაყია ის ოჯახი, როცა ამბობენ რომ მათი შვილი ექთანი. საქართველოში რა არის ამის მიზეზი? გინდა გითხრა. შენ ჩააბარებინებ შენ შვილს. ახლა ჩავაბარებინებ. რომ მოვიდეს და რო გითხრა. ახლა რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ არა, მართლა იგულწრფელად რომ ოღონდ ჩააბარებინებ, იმიტომ კი არა, რომ ექთანი ცუდი პროფესია. მარიამი, ჩემი შვილი რომ მოსულიყო ჩემთან და ეთქვა, რომ დედა, მინდა რომ ექთანი გავხდე, სადღაც ძალიან ამაყი ვიქნებოდი. მართლა გულწრფელად გეუბნები, მაგრამ ძალიან ბევრს ვეტყოდი, რომ არ ჩაებარებინა, იმიტომ რომ მე მინდა რომ მარიამმა წეღან როგორც გიხსენე, წელებზე ფეხი არ დაიდგას და ისე არ იცხოვროს. არა, შენ შეკითხვაზე ჩემ პასუხს გეტყვი, ხო? რა თქმა უნდა, საქართველოში არ ჩავაბარებინებდი და თუ საერთო საქმეს ჩემი შვილი აირჩევდა, მე ყველანაირად ხელს შეუწყობდი მას, რომ საზღვარგარეთ მას ეს განათლება მიეღო და მეც ასევე შენსავით ძალიან ამაყი ვიქნებოდი, რომ ჩემი შვილი არის ექთანი. ამას ძალიან გულწრფელად გეუბნები, მაგრამ არ ვიცი ეს უნდა ვთქვა თუ არა. აი მაგალითად, თქვა? მიდი. დედა ჩემს ეწყინება. კაი, ვიტყვი. მე რომ ექთანი ცოლი მომეყვანა, არ გავხარდებოდა. მე უარეს გეტყვი, გინდა უარესი გითხრა. სანამ არ ვუთხარი მე დედა ჩემსთან ეს, მანამდე დედა ვერ ხვდებოდა ამას. საავადმყოფოში როცა მოხვდებოდა, აი გესმის როგორი ჩავარდნილე ხარ, რასაც ვიტყვი, მე კარგახანი დამჭირდა რომ ეს გამეაზრებინა. საავადმყოფოში დედა როცა მოხვდებოდა და მე საავადმყოფოდან გამოეწერებოდა, ნუ იყო ქება დიდებაში, რომ აი მაგალითად გიორგი ექიმი და ნუ გიორგი ექიმა მე ისე მიმკურნალა და გიორგი ექიმი და გიორგი ერთხელ ვკითხა რომ დედა ერთხელ მაინც არ გიმკურნალა შენ ექთანმა კარგად? თან ყველა ჩემი მეგობარი იყო გიждდებოდა იმ გოგოებზე. მე არ ვიცი ეს რა ფენომენი. აი გიждდებოდა იმ გოგოებზე. ჩვენთან მოდიოდნენ. ექთნის დედა ამბობს ამას. ეგ და მისი შვილი იყო და არის ექთანი. არ იყო ეს ჩვევაში. არც ახლა იცი. რო ვუთხარი, იცი როგორ შეცვა? იცი როგორ თვითონაც მე გაიაზრა. მე კი დაიწყო, მაგრამ მე ისეთი ფასი ახლა გქონდა. ხო. ხო, ნუ სტიგმა აქვს ამ პროფესიას და ეს სტიგმა კიდე იცი რისგან მოდის? ჩვენ პატრიარქალურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ხომ, სადაც კაცის როლი ყოველთვის იყო უფრო აღმატებული და ქალის როლი უფრო
ნაკლებად ჩანდა და ასევე იცი რა არის რაღაცა ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ power-ი, რასაც ქვია სიძლიერეს ფინანსური მდგრადობაც განაპირობებს, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონეტარულად იყოს პროფესია დაფასებული. აუცილებლად. იმიტომ რომ ფინანსურად ქალი თუ ძლიერია, ის ძალიან ბევრ სირთულეს გადალახავს ცხოვრებაში და დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, აღარ გახდება ძალადობის მსხვერპლი, ხომ? ანუ მას ბევრად უფრო მეტი თავისუფლება ექნება შვილთან მიმართებით, კაცთან მიმართებით, სოციუმთან მიმართებით. სამწუხაროდ ეს პროფესიაში, ამ პროფესიაში დღეს ექთნებს არ აქვთ მაღალი ხელფასი. კატასტროფა ხდება თუ ჩვენ ევროპის და ამერიკას შევადარებთ. ძალიან კარგად ცხოვრობენ. არა მარტო ევროპას და ამერიკას, თუ ჩვენ შევადრით ამ ჩვენს ქვეყანაში სხვა პროფესიებს, საექიმოზე არ მაქვს ლაპარაკი. აი გლოვო ბევრად უფრო მაღალ მე არც ერთ პროფესიაზე მე უბრალოდ ვამბობ რა ხდება ხო ძალიან სტრესულია იმათი სამუშაო და ხანდახან ხელფასი განისაზღვრება 600 700 ნუ სულ რომ აი გადადგნენ ჭკუიდან ექთნები 1000 1200 ლარი და ძალიან ერთეულები რომლებიც პირობითად არ ვიცი მე კონკრეტულ ოპერაციაზე საოპერაციო ექთანი რომელიც დგას იმ კონკრეტულ ქირურგთან და მასთან ერთად არის გუნდის წევრი ასე რომ ვთქვათ მას შეიძლება კონდეს უფრო მეტი ვთქვათ 2000 2500 ან ცოტათი მეტი მაგრამ ეს არის თინზე ჩამოსართული რასაც ქვია ექთანი რომელიც უვლის და გარეთ არის ანუ საოპერაციოში არ არის და გარეთ არის ну კატასტროფა არის ხელფასის მხრაზე ვსაუბრობთ რომ პროფესიის წარმომადგენლს რომელიცაც უდიდესი როლი მიუძღვის ამ პაციენტების გამოჯანმრთელებაში დღეს აქვს 700-800 ლარი კონდეს ეს ხელფასი და ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს აი როგორ გითხრათ ორ სამსახურში მუშაობენ სამ სამსახურში მუშაობენ მორიგეობიდან მორიგეობაზე მიდიან ეს არის უაღრესად დაღლილი და უაღრესად ხანდაზმული პროფესია ექთნის საშუალო ასაკი ქვეყანაში არის 47 წელი. ეს რამხელა ასაკია ხო წარმოგიდგენია ინტენსიურში და იარში რომ იყო ექთანი. უნდა დარბოდე ნაპერწკლებს უნდა ყრი და ფეხებიდან ხო ეკრია და რანაირად ახლა მე ვარ 48 წლის რანაირად გავყრი ახლა ნაპერწკლებს, კაი 2 საათი შეიძლება გავყარო, მაგრამ აღარ მეყოფა. ენერგია. მორიგეობა რამხელა 24 საათიანი, როგორც წესი ხოლმე და უნდა იმუშაო ძალიან ბევრ და ბებია ქალებში, ანუ ეხლა მიანი ექთნები და ერქვათ ამ ადამიანებს, მაგრამ ნუ ბებია ქალებით იყვნენ ცნობილები, ხო, ვინც ამშობიარებს. იქ გიორგი ქვეყანაში ალბათ 10 წელი თუ 15 კოლეჯიდან არ გამოსულა, დიპლომი არ გაცემულა. ბებია ქალის? არა. ანუ საშუალო ასაკი მათი არის, ალბათ არ ვიცი, 60 წელი მეტი. ესე გახსოვს ეს სამშობიარო სახლებში ბებია ქალის מחარებლობები რო ბიჭია. იცი როგორ ბიჭია რო გამოდიოდნენ და მარტო ბიჭიაში იღებდი. ხო, მარტო ბიჭიაში იღებდი ძალიან ფული გაგაკეთებინა. აღარ არის. ეხლა ხო იცი აი სქესის გამოვლენა. იცის მერი ბოლი ვარდის მე ბოლმა შეჭამა ბებია ქალის. ხო, ბებია ქალების მაყუთი შეჭამა მაგ ბოლმა და ბუშტმა და რაღაც ტორტის ნაჭრის გაჭრა, ხო? ხო, ისა ბებია ქალები შენ ამბობ რომ ანუ ბოლო რამდენიმე წელია ანუ ახალი კადრი არ გამოსულა. როგორ ჩდებიან ეს ადამიანები ხო? ვინც არიან? ის ადამიანები ხომ იქნებიან 60 წელი 70 ღმერთმა 120 წელია ცხოვრობ, მაგრამ მე რა ხდება? ძალიან მაღალია ასაკი ბებია ქალების. მერე ალბათ, აი როგორც ნახე წეგან ხო ვილაპარაკეთ რომ ძალიან პოპულარული იყო ბებია ქალობა, ბევრი რამის გამო. ნუ იყო ეხლა ეგეთი წყობა იყო და შესაბამისად ძალიან მშობიარობის პროცესი. როგორ არის იცი? ბებია ქალი 4 წელი სწავლობდა ხანდახან. აი ბაკალავრს შეიძლება რომ ბებია ქალი გაუთანაბრო და ბევრად უფრო პრესტიჟული იყო ბებია ქალი, ამიტომ ბევრი ადამიანი აბარებდა და ამთავრებდა და ხდებოდა ბებია ქალი. მე უკვე როცა აი ეს מחარობლის და ასე ვთქვათ ინსტიტუტი მოიშალა, ძალიან ბევრმა ბებია ქალმა ესე დარჩა და იძახდნენ რომ არ გვინდა ჩვენ ეს ბებია ქალობა და ეხა ზოგად ექთნებათ გადამზადდებით და რაღაცა კურსი შეიქმნა მე ქვეყანაში, რაღაცა კურსი რომელიც 2 კვირა ასწავლიდა ზოგად ექთნებას და რაღაც ფურცელს აძლევდნენ. ისე რა შტერული სიტყვა ბებია ქალი არა? ხო, არ ვიცი, საიდან მოვიდა არ ვიცი. როგორია ამ სიტყვის წარმოება? ეხა მიანი ექთანი შეიძლება აქედანაც მოვიდა, იმიტომ რომ თუ 60 წელს გადაცილებულები არიან, ბებია ქალი არის.
ეხლა უკვე ძალიან აკი, ეხლა ძალიან ესადაგება. ეხლა ესადაგება, მაგრამ აი ნახე რა არის კითხვა. სად არის ისევ მოდი ესე ვთქვათ რა, სახელმწიფო, რატო არ უზრუნავთ იმაზე, რომ ახალგაზრდა ბებია ქალები, მეანი ექთნები წამოვიდნენ. ეს ხალხი პენსიაზე ხო უნდა გავიდეს. ოღონდ მართლა ძალიან ვითარდება, ხა ისე განვითარდა მედიცინა საქართველოში, ძალიან გაუსწრო ტექნოლოგიურმა განვითარებამ ადამიანების განვითარებას. მე ვერ ვეწევი ხა რაღაცებს, ხო სწორია და ეხა მით უმეტეს, როდესაც უკვე ყველაფერი დიგიტალიზებულია, უკვე EMR-ი გაქვს, უკვე ისა გაქვს, ესა გაქვს და შენ ხარ უკვე 65 წლის, 70 წელს მიკაკუნებული და უნდა ისწავლო უამრავი რაღაც. ძალიან სტრესული. თამარ, მოდი ისევ სტიგმასაც რომ დაუბრუნდეთ კიდევ ხომ, აი საერთაშორისო კინემატოგრაფი რომ განვიხილოთ, ხომ, განვიხილოთ ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები, ხომ? იქ სადაც ხდება ჩვენ ექთანი, ან არა მარტო საქართველოში, ეს მთელ მსოფლიოში, იქ სადაც ხდება ჩვენ ექთნის პროფესიული ღვაწლი ნაკლებად არის დაფასებული და ექთანი უფრო მეტად არის ხოლმე რომანტიკულ პერსონაჟს წარმოჩენილი. ან რაღაცა სასიყვარულო სამკუთხედში ეხვევა, ან თქვათ აი ამ მოვლის დროს უყვარდება პაციენტი, უყვარდება პაციენტს, უყვარდება და ასე ხო, ძალიან ბევრი ფილმია ხო, მაგალითად აი ინგლისელი პაციენტი რომ მახსენოთ ხო, თქვათ ბევრი აი იცი რა არის, აი სამედიცინო თემატიკით გადაღებულ სერიალებშიც კი ძირითადი როლი მოდის სულ ექიმი, ხო? ექთანიც არ ჩანს აქ. აი მადლობა შენ რომ აქ ვსივარ მე. მართლა. ესე უნდა გამოჩნდნენ ეს ექთნები. ხო. ესე უნდა გამოჩნდნენ. აი მე თუ ოდესმე ფილმს გავაკეთებ, იქ თავარი როლი ექნება ექთანს და არ ექნება ექიმს. ხო. აი ხო, ეს სიყვარულზე და რომანტიკაზე ჩამოვაგდეთ საუბარი, აი ამ ლიტერატურული ნაწილიდანაც, აი შენს პრაქტიკაში თუ გქონია შემთხვევა, რომ პაციენტისგან გიგრძნია რაღაც, ან თქვათ ექიმისგან, თქვათ აი რაღაც ტიპის შევიწროებას თუ გქონია ძალიან დიდი ხანია, მე მქონდა ერთ-ერთი პროექტი. ერთ-ერთ დონორ ორგანიზაციასთან, რომელმაც აი ესე შევეჩეხე ამ საკითხს, ესე დავიწყე ამ საკითხთან, ასე ვთქვათ, ახლო ურთიერთობა, რომელმაც მომთხოვა, რომ თუ მინდოდა რომ მათთან ერთად გამეგრძელებინა თანამშრომლობა, უნდა გამევლო სექსუალური ძალადობის კურსი. ამას თავიდან ცოტა ისე შევხვდი. ანუ აცრებზე იყო საერთოდ პროექტი. აი აცრების ცნობიერების ამაღლება და უცებ უნდა დავმჩნდარიყავი და მე რაღაცა კურსი უნდა გამევლო. ძალიან მინდოდა ეს პროექტი მოკლედ დავესწარი ამ კურსს და არ დავმალა აგდებული ცოტა ისეთი უხეში გამოთქმა, მაგრამ მართლა აგდებული დამეთქნა მოვისმენ წავა. ძალიან ჩავერთე რა ამ კურსში და მე აღმოაჩინე რაღაცები. არა, მე არ აღმოვაჩინე, უფრო აღმოვაჩინე, რომ ამაზე არავინ არ ლაპარაკობს და აი ძალიან ტაბუდადებული თემაა ძალადობა ზოგადად. საერთოდ ვიცით რა არის ძალადობა? ანუ აღვიქვავთ იმ რაღაცებს, ხო, ძალადობად. არის თუ არა, ვიცი თუ არა, შემიძლია თუ არა ამ ძალადობას წინ აღვუდგე. ნებისმიერ სექსუალური იქნება ეს თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას მომაყენებენ თუ არა აქვს ამას მნიშვნელობა როგორი ძალადობა ორგანიზაციული ძალადობაც ხარსებობს და რომ ამორიგებებენ პირობითად მაგრამ კანონი 8 საათიან მუშაობ მორიგებას არ არის გიორგი ექთანი არ არის ექთანი საათებით თუ არა წიეს ხელფასი არ გამოდის სხვა და სხვადასხვა ინსტიტუციებში მუშაობენ და წარმოიდგინე ერთ მორიგეობას ასრულებს ეს ექთანი გადის მეორეზე იმას და ასრულებს ძალიან ბევრს მუშაობენ და მე მქონდა ერთ-ერთი პროექტი საიქნო მენეჯმენტი ესეთია ეს პროექტი და იქ იყო თავი შეტანილი სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი იყო თემა სექსუალური ძალადობა და სამმა ექთანმა აუდიტორია იყო ძალიან დიდი ონლაინ მიმდინარეობდა. აი ამ ძალიან დიდი აუდიტორიის წინაშე დაიწყო მოყოლა თავისი ძალიან ცუდი გამოცდილების. რამოდენიმე იყო პაციენტიდან, რამოდენიმე იყო თანამშრომლიდან. მე არ ვარ მე არ ვიცოდი ეს როგორ მემართა. აი რო გაიხსნენ ეს ადამიანები, მე დავრჩი უკვე სახტად. მე ვეღარ გავიგე როგორ მემართა, რა მეთქვა საერთოდ. და ძალიან მინდა რომ
ამაზე დაიწყო საუბარი და არა მარტო საუბარი. აი რო წარმოიდგინე უბრალოდ სიტუაცია, შენ ხარ კლინიკის დირექტორი და მე მოვედი შენთან ძალიან პატარა გოგო ვარ, 18 წლის სექტანი ვარ და გეუბნები რომ მე მგონი აი ის ვიღაცა არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ვინ ჩემი თანამშრომელი არ ვიცი მე ხე აი თმებზე ყოველთვის მე ხევა ხოლმე და აი არ მომწონს და ამ დროს რა ხდება ვიკითხე იმ ტრენინგზეც ვიკითხე და ნუ პატრულს უნდა დაუძახოს და 1 წუთი ახლა წარმოიდგინე რა ვარსკვლავი შემოდის და იწახის რომ კარგით ახლა რა მე როგორ გეკადრებათ ამ ბავშვს უჯერებთ ასე შემდეგ და ეს ბავშვი ხდება ყველას წინააღმდეგ უნდა გაიბრძოლოს თან არავინ არ უჯერებს არაფერი არ ხდება ნახე ეს როცა მომიყვნენ აი რო იქ რო გითხარი არ ვიცოდი როგორ მემართა ტირილი დავიწყე ჯერა იმდენად გაუბრაზდი ჩემ თავზეც რომ არ ვიცოდი რა მეთქვა ან მე როგორ ემოქმედათ ამ ადამიანებს ან რა გაეკეთებინათ მე ვთხოვე რომ გავთიშავთ ხო რა ცოტა ხანი ანუ გავთიშე საერთოდ ეს ტრენინგი ვეღარ ჩავატარე და იმის მერე აი სულ ვამბობ გარდა იმისა რომ ანატომია ფიზიოლოგია ეს არ ეხება მარტო ექთნებს ხო ბუნებრივია ხო ეგრეა ეს არ ეხება მარტო ექთნებს მაგრამ ყველაზე მოწყვლადია ახალგაზრდები არიან ერთხელ ამერიკაში რო ვიყავი იქ თქვა ერთ-ერთმა HR-მა რომ შემოვიდა HR-მა თქვა რომ ექთნებთან ერთად უფრო მიყვარსო KP-ო მაგარი ტიპები არიან ახალგაზრდები არიან და მაგრა ერთობიანო ხო და ახალგაზრდები არიან გესმის და გამოუცდელები არიან ამაზე საუბარი ამაზე და შეიძლება ეშინიათ კიდევაც სამსახურის დაკარგვის შეიძლება ეს შენარჩუნების ერთ-ერთი ხერხიც იყოს ამიტომ სულაც არ იყოს რომანტიკული ეგ ამბავი მოდი მაშინ პირდაპირ დაგესვავ შეკითხვას საქართველოში ექთნები სექსუალურ ძალადობას განიცდიან სავარაუდოდ განიცდიან დიდი ალბათობით განიცდიან განიცდიან, მოდი ესე ვიტყვი, უფრო დავამძიმე, კი? კი, განიცდიან. და თუ ამაზე დაიწყება საუბარი, თუნდაც და იმ ორგანიზაციაში ძალადობა არ უნდა იყოს მიღებული. მე როცა ვიტყვი, რომ ჩემზე რაღაცა გამოკვლეული მაინც უნდა იყოს. როდესაც სიტყვიერი ძალადობა და ასე შემდეგ, საქართველოში ექნები არა მარტო სექსუალურ, არამედ რიგ შემთხვევაში ფიზიკურ ეს არ არის ეხლა იყო ხო აი ინგოროყვას კლინიკაში პაციენტისგან იყო ექთანი ხო მაგრამ არა მარტო ფიზიკურ არამედ სიტყვიერ და შესაძლოა სექსუალურ ძალადობასაც განიცდიან მესამე პირზე ძალადობა ანუ მოვედი მე თვალებს ციმციმა პატარა ექთანი ისეთი ვარ რა ოცნებებში ვარ მინდა მომწონს ეს საქმე და ვხედავ როგორ უკივის ვიღაცა ექთანს და ვხედავ როგორი სტრესულია ეს სიტუაცია. გავიწევი ხო, უკან აღარ მომინდება იქ მისვლა. ნახე, ყველაზე ხშირად ვინ მიდის იცი სამსახურიდან, ეხლა ბოლო საქართველოში, ნუ კონკრეტულ კლინიკებამდე შემილა დავიდე, მაგრამ ის კი არა, თამარა კი არა, ვინც 96 წლიდან ექთანია და უკვე ისეთია გამოცდილებაც აქვს და ასე შემდეგ და თავის თავს დაიცავს და ასე შემდეგ. არა, პატარები მოდიან. როტაცია იქ უფრო მაღალია. ხედავთ ყველაზე უფრო მეტად მანკიან მხარეს. მაგ ძალიან არის ჩასაძრომი, რომ რატო მიდის და ხომ იცი ხარ რასაც წერენ. ოჯახური პირობების გამო. არა, მაგის გამოკითხვაც ძალიან უნარი უნდა გქონდეს, რომ ჩაძრე და გამოიყო კარგად, რატო მიდიხარ. აი, მოდი ჭორაობაში ვარ გადაგვივიდეს ჩვენი საუბარი, ერთი რაღაც მინდა გითხრა. ხო, ხა საქართველოს პატარა ქვეყანა და ბევრმა ყველამ რაღაცეები ვიცით, ხო? აი, როდესაც სექსუალურ ძალადობაზე ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი შემთხვევები არსებობდა იმისა, რომ მაგალითად ექიმის მეგობარი ქალი ყოფილა ექთანი. ხო, ანუ ეს შეიძლება ყოფილიყო სამსახურში შენარჩუნების ერთ-ერთი შანსი. იმიტომ რომ იქ იყო მორიგეობის დროს უფრო მეტად შეიძლებოდა რაღაცა ტიპის ურთიერთობა ჩამოყალიბებულიყო და ხა მე მეგობარი ქალი ისე ვთქვი და ქართული შესატყვის სიტყვა ამის არის საყვარელი, ხო? ძალიან ბევრ ექიმს ყავდა საყვარლად ექთანი. კი. და ეს ფიქრობ რომ იყო სამსახურის შენარჩუნება. რა თქმა უნდა. კი, მე შეიძლება უყვარდებოდათ და ეს არისო ანგარება მხოლოდ და ასე შემდეგ, მაგრამ რა ვიცი, ვის უნდა ეხლა დარჩენები, ყველას უნდა ოჯახი, შვილები,
რაღაცა სიამაყის შეგრძნება რო შენ ვიღაცის არ ვიცი მე თოლი ხარ ქმარი ხარ ასე შემდეგ ამას რა მნიშვნელობა აქვს. კი, ეს არ არის, ესეც ერთ-ერთი თემაა, რომელიც ანუ მე იმედი მაქვს რომ ექთნები, მე სუბეუბნები ექთნებს, თქვენს მეტი ვერავინ, ანუ ჩვენს მეტი ვერავინ ვერ გუშველის. ჩვენ უნდა გუშველოთ ჩვენთავს, ხო ეგრეა? და იმედი მაქვს რომ ამასთანაც დაკავშირებით ექთნები დაიწყებენ საუბარს. სიტყვიერი შეურაცხყოფაც ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი. ხო და მე ხლა აბა წარმოიდგინე. აი, დავთანხმდი ამ ჩემ შულს რომ საექთნოზე ჩააბაროს და მოვიდეს და მითხრას რომ ასე და ასე. მე ვუჩი ძალიან ცუდი მომავალში აღმოჩნდება. კაი, აქვე კითხავ მაშინ რადგანაც ამ თემას შევეხეთ, შენ პირად გამოცდილება თუ მიგიღია რაღაცა ტიპის შევიწროება ან აგრესია შენი მუშაობის დროს. გულწრფელად მითხარ. გულწრფელად გეტყვი, ანუ იყო პირობითად ანუ იყო შემთხვევები, როდესაც ჩემთვის უყვირიათ, იყო შემთხვევები, როდესაც უთქვიათ ექთანი ხარ, შენ ჩუმათი ყავი. მე ძალიან მიშველა წასვლა. მართლა მე რო დავინახე, რომ იქ როგორ ცუდი სიტყვა ახლა უნდა ვთქვა, მაგრამ პროფესიით ადამიანი ვიყავი თურმე, რო ჩამოვედი მე ვთქვი რომ აბა გავჩერდით ახლა თურმე მეც რაღაცა შემძლებია. როგორ არისო? ყვირილიც იყო, ან მე კიდევ ერთი ვარიანტი. პირობითად უყურებ რა მორიგეობაზე ხარ და რაღაცას ამჩნევ, პაციენტთან რაღაცას ამჩნევ და ეს რაღაცა მეორდება და ეს რაღაცა ამძიმებს ამ პაციენტს და გინდა რომ იკითხო რა, შენ ეს არ გჭირდება. ხო, არ გაგდებდნენ არაფრად. ხო, შენ ეს არ გჭირდება, რას ნიშნავს? ხო, ესეთი დამოკიდებულება. აი, მოდი მე გიკითხავ. როდესაც სერვისი ვითარდება, აი ღვიძლი იყო ერთ-ერთი და რამოდენიმე შემთხვევა შეიძლება ვთქვათ, რომ როდესაც რაღაც სერვისი ვითარდება და ახალი ის შემოდის. ძირითადად ვინ მიდის ხოლმე კვალიფიკაციის სასამართლებლად? გინახავს ექთნები გასულები გარეთ კვალიფიკაციის სასამართლებლად. არა, და მაღაზია არის ხოლმე, აუ მაგაცმა ენა არიციან. კარგი. ხო, აი კარგი. ხო, იცი რა არის, ამასაც მე თავისი მიზეზშედეგობრივი ამბები მოხდება ხოლმე, იმიტომ რომ ახლა ჰოსპიტალებში რომ შევიხედოთ, ჰოსპიტალური ინფექციების ბუმია, რეზისტენტული შტამები, ბაქტერიების რეზისტენტული შტამები და სწორედ აი ის ეგ ამბები ექთნებმა უნდა მოაწესრიგონ, ხომ? აუცილებლად. როდესაც საუბრობთ, იმიტომ რომ აი ეს არის ის მდგომარეობა, მაგალითად ჰოსპიტალური ინფექციები, რომლებიც არის ძალიან საშიში ინფექციები. კი. და რომლებიც შეიძლება ლეტალური აღმოჩნდეს რომელიმე კონკრეტული ადამიანისთვის, რომელიც ჰოსპიტალური ინფექციის რეზისტენტული შტამით, მულტირეზისტენტული შტამით დაინფიცირდება საავადმყოფოში, ხომ? რომელსაც უკვე არც ერთი ანტიბიოტიკი აღარ იმოქმედებს. და პირველად ჯანდაცვაში ექთნის რამხელა როლია პაციენტის განათლებაში? ძალიან წნევასთან დაკავშირებით, სკრინინგთან დაკავშირებით. არ ვიცი, ბევრ სხვა ექთანი უნდა იდგეს და ლაპარაკობდეს, ანათლებდეს პაციენტს. როგორც ჯერ ექთანი უნდა გავამართლოთ. გიორგი 2018 წლამდე არ არსებობდა არც ერთი საექთნო წიგნი. ერთი იყო ბოჭორიშვილის ავადმოვლა 56 წელს გამოცემული თუ არ ვცდები. ყავისფერი. ხო, რაღაც აი, ხო გახსოვთ? და კათარზის ქონდა გაკეთებული შინმოვლის ძალიან კარგი გერმანელების დაფინანსებით იყო ძალიან კარგი, მაგრამ შინმოვლის იყო, ანუ ის ახლა ინტენსიური თერაპიის იმას ვერ ფარავდა. წიგნი არ იყო. იცი როგორ მწვენია ამას რა ვამბობ ხოლმე. და როდესაც IBRD-ის დაფინანსებით მე 16 წიგნი შეიქმნა, როდესაც მოლაპარაკება მიდიოდა მარკო იყო ერთ-ერთი ვინც წერილს წერდა და სამჯერ მკითხა. მოდი ჩაგეკითხები, სულ ესე მეკითხებოდა. საავადმყოფო გააქვთ კი, ვეუბნებოდი. ექთანი ყავთ კი, კოლეჯი გააქვთ კი, წიგნი არა გვაქვს, ვეუბნებოდი, ჩამოვიდა. მთხოვა რომ წიგნების მაღაზიაში წამიყვანეო და იკითხა საექთნო წიგნს თუ ვიყიდიო და არ არსებობს. ეხლა არის 16 წიგნი, რამოდენიმე ტომია თითო წიგნი და უფასო წვდომა აქვს ამ წიგნებს, მაგრამ ჩვევა არ არის მისი კითხვის. შეჭმული უნდა იყოს ეგ წიგნები, მაგრამ არ არის შეჭმული. აი, ძალიან ცუდია. სად ხედავ გამოსავალს? გამოსავალს ხედავ თუ ჩვენი ჯანდაცვის და იმის განათლების
სამინისტრო თავის თავს დაუსვავს კითხვას. ჩავაბარებინებ ჩემ შვილს საექცნოზე და პასუხს აუცილებლად გასცემს არას. და ისე შეცვლის მდგომარეობას სწავლის დონეს. სწავლა საიდან იწყება სიამაყე, როცა მაგარ რაღაცეებს სწავლობ, ხომ სწორია? როცა გაინტერესებს იმაც, რასაც სწავლობ და როცა იცი, რომ ძალიან მაგარი ტიპი ხარ რა. სანამ განათლების სამინისტრო ეგეთ მაგარ ტიპებად არ გაგვიზრდის სექტანს და მე ეგეთ ძალიან მაგარ ტიპს ჯანდაცვის სამინისტრო რეგულირებად სამუშაოდ არ მიიჩნევს. არ ეტყვის, რომ უნდა განვითარდე. განვითარებაში ხელს არ შეუწყობს და თან ამაში ღირსეულ ანაზღაურებას არ მისცემს, არ განვითარდება ეს ამბავი. ეხლა ძირითადი ექთნების შევსება ხდება სამედიცინო უნივერსიტეტიდან შემოსული სტუდენტების პირველ მესამე მე დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას, კოლეგები არიან, მაგრამ ეს ბავშვები არ არიან ექთნები. მათ არ იციან საექთნო საქმე. ეს არ არის საექთნო საქმე, რასაც ვაკეთებთ. გეთანხმები. იცი რა არის, აქვე ვთქვათ ისიც, რომ დღეს ქვეყანას ექთანი ძალიან უჭირს. და ძალიან ბევრ კლინიკას ბონუსებიც კი აქვს დაწესებული, რომ ერთი ექთანი რომ მივიდეს, ის გადაუხდის, უბრალოდ ექთნის საქმე გახდა ძალიან დეფიციტური. და მართლა ექთნებს კბილებით იჭერენ, რომ არ დატოვონ განყოფილებები და არ წავიდნენ, იმიტომ რომ მთელი ჯანდაცვის სისტემა შეიძლება ჩამოიშალოს. აი, ჩამოიშალოს თუ ექთნები ერთ დღესაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყნის. ქვეყნის უდიდესი პრობლემაა და ძალიან ნიშური პროფესია არის და ხო საუბარშიც ვთქვით რომ ყველაფერს აქვს თავისი წესი რა საწოლზე რამდენი ექთანი უნდა იყოს კონკრეტულ ექიმთან რამდენი აი ამას და ექიმ-ექთნის შეფარდება ექიმ მეტი ყავს ექთანი ექთანი და მაგალითად აი სკანდინავიის ქვეყნებში თუ არ ვწდები არის 6 ანუ 6 ექთანია და 1 ექიმია და ჩვენთან არის 1-0-8-თან ესეც სნობური და ცოტა რა თქმა უნდა ეხლა გეხვეწები არც მუშაობენ მე ზოგიერთი შენ შენ დედასაც უნდა რომ მან შეშორებსაც უნდა რომ ექიმი გამოსულიყავი და მეც რო დავიბადე ხო სხვა პროფესიის არჩევის ეს თქვენს და გავხდი ექიმი ხდები ესე თქვენს იმიტომ რომ ეს იყო ესეთი დამოკიდებულება რომ ესე გრძელდება კი და რა ის ექიმების უმეტესობა რომელიც დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში აბარებს აი ლექციაზეც რო შევდივარ ხოლმე სტუდენტებთან სულ ვეუბნები რომ თქვენგან 40 ბავშვის ის 50 ბავშვის ის და ვეუბნები რომ თქვენგან შეიძლება მაქსიმუმ ყველა საუკეთესო შემთხვევაში 8 გახდეს ექიმი 6 გახდეს ექიმი და წინ და შეუჩივლიათ რომ როგორ გვითხრა გვაკადრა ესო და რეალობა ასეთია იქიდან მხოლოდ 5-6 გახდება ექიმი და უმეტესობა არც ექთანიც არ გახდება. არა და წავა სხვა კი რა თქმა უნდა. არ ვაკიდებ, მაგრამ ზოგი წავა ხუნდების გაყიდის, ზოგი თქვათ რაღაც სხვა რაღაცებს ძალიან კარგი იქნება სხვადასხვა პროფესია რა, რომელიც გვჭირდება და თუნდაც საექთნო. სანამ ეს ბაკალავრი, აი გეტყვი. ეხლა შენ ხომ მითხარი რომ აი ესე და ამაში გაქვს მონაწილეობა მიღებული და ამაში გაქვს. ჩიხში ვარ, მე განვითარება არ შემიძლია. მე ჩემს ქვეყანაში არ შემიძლია რომ არც მაგისტრი გავხდე, არ შემიძლია არც PhD გავაკეთე, არა და წიგნების და კურიკულუმი რო შევცვალოთ, იმხელა კვლევა მაქვს ჩატარებული, ფაქტობრივად PhD-ის ნამუშევარი, ოღონდ ქვეყანაში ამა რაღაცა შეცვალა. ძალიან ბევრი PhD ისეა გაკეთებული, არაფერს არ ცვლის. და არა და სულ მაგას ვეუბნები რომ ვდგები ვეუბნები თქვენ მე ჩიხში მომახვედრეთ მე რამაც გადამარჩინა აი ამ ამერიკაში და ინგლისში რაღაცა ტრენერი რო გავხდი და სერტიფიკატი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები რომ ავიღე მაგან გადამარჩინა რომ სწავლებაში და რაღაცაში წავიდე მაგის უფლებასაც არ მომცემენ ჩემივე წიგნებით მე არ მომცემენ საშუალებას რომ ასწავლო შენი დაწერილი წიგნი ხო ესეა ჩაკეტილი საშინელება რასაც ახლა საუბრობთ და მე იმედი მაქვს რომ არ ვიცი რავი მაქვს იმედი მაქვს ხო მეც მაქვს იმედი ხო იმედი მაქვს კი ეს მდგომარეობა რაღაცნაირად გამოსწორდება და როგორც საუბარი და ხო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ექთნის საქმეები წამოწია ეს ხო ყირიმის ომის დროს ეს ფლორენს ნაიტინგეილი ხო რომელმაც აი პირველი დედათ არის რა ასე ვთქვათ მიჩნეული კი ბატონო და ეს არის მართლა გმირი
ნამდვილად. თორემ მასაც მის ბიოგრაფიას როდესაც ვკითხულობ, მასაც ოჯახში ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ, რომ არ გამხდარიყო ეგთანი და საუბარი როგორც დავიწყეთ, მინდა ისევე დავასრულო, რომ მე ვისურვებდი, რომ ბავშვს, რომელსაც შეეკითხებიან ვინ გინდა გამოხვიდე, ერთხელაც ამ ბავშვმა უპასუხოს, რომ მე მინდა გამოვიდე ეგთან. თამარ, უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ძალიან მიყვარხარ, ჩემი ძალიან ახლო მეგობარი ხარ და მადლობა დიდი. დიდი მადლობა. მადლობა. წარმატებები. გაიხარეთ.